არა ქართველების საქართველოს არაბიზაციას, არა ქართველების არაბიზაციას, შვილებო, პლაცდარმების შექმნა უნდა თქვათ. პლაცდარმების ადრე მოდიოდნენ ხმლით, ეხლა მოდიან ფულით, ოქროთი ვერცხლით და ეკონომიური აყვავები და ვის რა ჯანდაბათ უნდა ეგეთი აყვავება, თუ კი საქართველოს აღარ იქნება. ვის რა ჯანდაბათ უნდა, ნუ მოვიტყუებ თავს. ან ეკონომიკა ის რას ფულზე გავყიდო ჩვენი სამშობლოც. ღვთისმშობლის მიწები ფულზე რა გვინდა ესეთი გინდა ანთებული დენტი შეგიტანია შენ სახში დაგიფეთქებია და გინდა ეგეთ ფული შეგიტანია. ვის რა სიჭირდება ეგეთ? ვის გაუხარია მაგის შედეგად? არავის. და შევხედოთ სოფლიოში რა ხდება. ამას მთელ სოფლიოში აკეთებენ ისინი. ეხლა მთელი ძალები გადმოიტანეს საქართველოში. ადრე იარაღით შემოდიოდნენ ცეცხლით, מחვილით, ხმლით, თავებშიდან ქართველებს აგერ 100,000 დღეს აწამეს, თბილისში დავიდა კონსტანტინე აწამეს. რამდენი თავისიანის არ დაინდეს მოკლეს აფოთვილები. თბილისში უნდა. თობა ის მონახათ ის სამირო თბილისის